საქართველოს ვიცე-პრემიერი დღეს ბოლნისის რაიონს სტუმრობდა. კახიკალაძემ სოფელ სავანეთში ახლა დაშენებული გაზსადენი გახსნა. რამდენი კომლი დაკმაყოფილდა ბუნებრივი აირით და იგეგმება თუ არა სხვა სოფლების გაზიფიცირება, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. ალიევების ოჯახს ცივი ზამთრის გადატანა შეშით აღარ მოუწევს. ბუნებრივი აირი მათ ოჯახში წელს პირველად აინთო. როგორც ოჯახის უფროსი აცხადებს, გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად შეშა ტყიდან მოქონდათ, რაც მძიმე შრომასთან იყო დაკავშირებული. მოხარული ვარ, რომ ბუნებრივი აირი უკვე ჩემს ოჯახშიც არის. დღემდე შეშითვებოდით, ყიდვა ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ მისი ტყიდან ამოტანა თავად გვიწევდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს გქონდეთ საშუალება გამოიზამთ, რომ ეკოლოგიურად სუფთა საწვავის მოხმარებით, რაც მთავარია. როგორც იცით, ეს მოსახლეობა მოიხმარდა ჩვენი ტყისგან მოპოვებულ შეშას და სერიოზული შეღავათი იქნება ჩვენი ბუნებისთვის. სავანეთში ახლა დაშენებული გაზსადენი ექსპლუატაციაში ენერგეტიკის მინისტრმა სოკარ ჯორჯია გაზის წარმომადგენელთან ერთად გაუშვა. რის შედეგადაც სოფელში მცხოვრებ 464 აბონენტს გაზის საერთო ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა. დასრულდა გაზიფიცირების სამუშაოები სრულად 464 აბონენტს ოჯახს ექნება საშუალება ისარგებლოს ბუნებრივი აირით. ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი, რომელიც ხორციელდება სოკართან ერთად. მადლობა მინდა ამ კომპანიას გადავუხადო თანამშრომლობისთვის. სავანეთის პარალელურად ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ 5 სოფლის გაზიფიცირება მოხდა, რისთვისაც 35 კილომეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი აშენდა. გაზმომარაგებით სულ 1213 აბონენტი ისარგებლებს. წელს იქნება გაკეთებული მთელ საქართველოში 222,000 აბონენტი ახალი, ეს წინა წლებთან ერთად რა ჩათვლით. ესე იგი 40,000 ახალი აბონენტი დაერთებულია უკვე ქსელებზე და წლის პროგრამით 37 ახალი შესაქმნელია. დღეისათვის ქვემო ქართლში 25,000 აბონენტია გაზიფიცირებული. მინისტრის განცხადებით უწყება აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირით ყველა სოფელი დაკმაყოფილდეს. მისივე თქმით 2017 წლისთვის გაზიფიცირების პრობლემა არც ერთ მუნიციპალიტეტს